მე ძალიან მინდა რომ ჩემმა კლასელებმა იარონ ტაძარში ჩემი კლასიდან მხოლოდ 3-4 დავდივართ რა გავაკეთო რომ ისინიც მოვიდნენ ტაძარში აი წარმოიდგინეთ რომ ჩვენ დავდიოდეთ 3-4 ადამიანი ცურვაზე რომ დავდიოდეთ კლასიდან და გვინდა რომ ჩვენი თანაკლასელებიც მოვიდნენ ცურვაზე და ერთ შენიერ დღეს მდინარეზე წავედით საბანაოდ და ჩვენ ჩავხდით მდინარეში და ესე იგი ჩვენმა კლასელებმა შეგვატყეს რომ მაინც და მაინც ვერ ცურავთ ისე როგორც საჭიროა მოუნდებათ რომ მოვიდნენ ცურვაზე კი აი მოდი მეორე შემთხვევა ჩვენმა თანაკლასელებმა დაინახეს რომ ჩვენ ძალიან კარგად ცურავთ აი ისე ცურავთ რომ სხედან და ფიქრობენ ნეტა მეც ესეთი ცურვა ვიცოდი როდის უფრო მოუნდებათ რო დაინახავენ რომ კარგად ცურავენ რატო ვამბობ ახლა ამას იცით ჩვენ თუ გვინდა რომ ვინმე ტაძარში მოვიდეს ჩვენ უნდა ვიყოთ ისეთი ქრისტიანები რომ სხვას მოვანდომოთ ეს ნეტა მეც ასეთი გავხდე ნეტა მეც ასეთი მშვიდი და თავაზიანი და ადამიანების მოყვარული გავხდე გესმით აი ჩვენ თუ დავანახეთ ჩვენი ცხოვრების წესით რომ აი ესეთი კარგია ტაძარში სიარული იმასაც მოუნდება ახლა ჩვენ თუ ვერაფერი ვერ შეგვატყვა დავუშვათ ჩვენ დავდივართ წლები ტაძარში და ჩვენი თანაკლასელები ვერ გვატყობენ რომ ეს უკეთესი გახდა იმასთან შედარებით ვიდრე იყო რისთვის გადაწყვეტენ რომ მოვიდნენ აი მაგალითად ჩვენ საავადმყოფოში დავდივართ მკურნალობთ მაგრამ ჩვენმა თანაკლასელებმა ვერ შეგვატყეს რომ ჩვენ გამოვჯამთელდით ისევ გვახველებს ისევ მოგდის ცხვირიდან მოუნდებათ იმ ექიმთან მოსვლა შენ რომ დადიხარ არ მოუნდა მაგრამ თუ შეგვატყეს რომ აჰა ეს ბავშვი აღარ ახველებს ხედავ და არ შენები კვდები ახველები ცხვირიდან ჩამოსდის სიცხე ხო იტყვია რომ ნახე ეს ბავშვი როგორ გამოკეთდა მოდი იქნებ ვიკითხოთ როგორ რანაირად და მოუნდებათ იმ ექიმთან მოსვლა თქვა რომ დადიხართ ესე რომ ჩვენზე ბევრი რამეა დამოკიდებული აი მაგალითისთვის ვიტყვი ეხლა ჩვენს დროს კლასში იყო ხოლმე ღუმელი გვედგა ხოლმე ეხლა არ ვიცი შეიძლება ცენტრალური გათბობებია ყველგან მაგრამ ღუმელი ხო იცით რაც რა ხო და ღუმელი იდგა ხოლმე და ეს ღუმელი ხო ყველას გვათბობდა ხო ხშირად იყო ხოლმე რა ხშირად იყო ასეთი რამე რომ მივიდოდით ხოლმე და მიუწვდებოდით ამ ღუმელს რომ ხელები გაგვეთბო ხოლმე ეს ღუმელიც ჩვენ კი არ დავგვდევდა არა შეუნდა გაგათბო არა შეუნდა გაგათბო რო ვიცოდით რომ ის თბილი იყო ჩვენ მივდიოდით და ხელებს ვითბოდით შენ რომ შეგატყობენ შენი თანაკლასელები რომ აი ესეთი თბილი გული გაქვს რომ შენი ქრისტიანული ცხოვრებით ესე გაგითბა გული ესეთი გემრიელი და ტკბილი გახდე შენთან მოვლენ და ესე იგი შენგან რჩევასაც იკითხავენ და გეტყვიან რომ როგორ მოვიქცეთ ჩვენ ეკლესიური ცხოვრება როგორ დავიწყოთ მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ ის ღუმელი ცივი რომ ყოფილიყო ასე შემოუსხდებოდით არ შემოუსხდებოდით ისე რომ აი თქვენზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული აი თუ ამბობთ რომ 3-4 ბავშვი დავდივართ თქვენ თუ ეცდებით რომ მართლაც მაგალითი იყოთ ოღონდ ისე კი არა რომ სხვის დასანახად ეცადოთ რომ კარგად იცხოვროთ არა შინაგანად ასეთები თუ არ იქნებით ეხლა აი ღუმელი როდესაც ძალიან ცხელდებოდა ხოლმე გარედან წითლდებოდა ხო მართალი გარედან წითლდებოდა მაგრამ თუ სხვის დასანახად ვინმე მივიდოდა და წითელი საღებავით შეღებავდა მაგრამ ცივი იქნებოდა მივიდოდნენ სხვები არ მივიდოდნენ შინაგანად რო იქნები გულმხურვალე და კარგი რო იქნები მე შენთან მოსვლა მოუნდებათ ხელებსაც გაითბობენ კიდევაც შეგეკითხებიან როგორ გავხდეთ ჩვენც ეგეთები მაგალითად პირველი 3 საუკუნის განმავლობაში ერთი ასეთი ისტორიაა ცნობილი წარმართები გაგიგონიათ ვინ არის კეფთაყვანისმცემლები ანუ ადამიანები რომლებიც ზოგი ქვას აღმერთებდა ზოგი ხეს აღმერთებდა ზოგი მზეს აღმერთებდა ზოგი წყალს და ასე ცეცხლს და ასე შემდეგ
ღმერთი ეგონათ და იმ დროში ცხოვრობდნენ ქრისტიანებიც. ქრისტიანობა იდევნებოდა. ერთ-ერთმა ასეთმა წარმართმა, კერძთაყვანისმცემელმა ადამიანმა თავის ოჯახში ქრისტიანი მსახური მოიყვანა. ოღონდ ახლა ამ ქრისტიანს უთხრა, რომ შენო შენი რწმენის შესახებ ჩვენ ოჯახში არაფერი არ თქვა. კი ბატონო, ამაოთხა მე ხმას არ ამოვიღებ. გავიდა წლები, ესე იგი 3 წელი გავიდა. და იმდენად მოეწონათ ამ ქრისტიანის ცხოვრების წესი, რომ თვითონ ეკითხებოდნენ, ჩვენს გვასწავლე, როგორ გავხდეთ შემნაირები. გესმით? ანუ თქვენ ის კი არ არის საჭირო, რომ მიხვიდეთ თქვენ კლასელებთან უთხრათ, წამოდი ტაძარში, წამოდი აღსარება თქვი, ეზიარე, ილოცე, მარხო შეინახე. თუ დაინტერესდებათ, კი ბატონო, ესეც უნდა უთხრა, როგორც სწორია, მაგრამ ჯერ შენ უნდა შეგატყოს, რომ მოეწონოს შენი ცხოვრების წესი.